ევროკავშირის ქვეყნებმა მიაღწია შეთანხმებას უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ღირებულების სესხთან დაკავშირებით, რათა დაკმაყოფილდეს ომში ჩართული ქვეყნის 2026 და 2027 წლის ფინანსური და სამხედრო საჭიროებები. ბრიუსელი პირველ შენატანს აპრილის დასაწყისში გეგმავს, რათა ქვეყანას არ შეუმცირდეს საგარეო დახმარება. სამართლებრივ ტექსტებზე ევროკავშირის ელჩები 4 თებერვალს შეთანხმდნენ. 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი ერთობლივი ვალის მეშვეობით დაფინანსდება, ხოლო ინვესტორებისთვის გარანტიის სახით ევროკავშირის ბიუჯეტი იქნება წარმოდგენილი. ევროკავშირის სესხი ორ მთავარ ნაწილად დაიყოფა. 30 მილიარდი ევრო საბიუჯეტო დახმარებას მოიცავს, 60 მილიარდი ევრო კი სამხედრო დახმარებას. ომის დასრულების შემთხვევაში ბალანსი შეიცვლება. შეთანხმების ფარგლებში უნგრეთის, სლოვაკეთის და ჩეხეთის რესპუბლიკა სრულად გათავისუფლდებიან ყველანაირი ფინანსური ვალდებულებისგან, მათ შორის წლიური პროცენტის გადასახადებისგან. სამართლებრივი დოკუმენტები და ტექსტები ჯერ კიდევ საჭიროებს ევროპარლამენტის დამტკიცებას. ევროპარლამენტი პირობასდებს, რომ საკითხს დაჩქარებული წესით განიხილავს.